მოსიარულე მკვდრების წინა სერიაში. ახლა მე კაცი ვარ, რომელიც თავის თორშვილს ეძებს. ვართ ჩვენ და არიან მკვდრები, ამ ომს მხოლოდ ერთად მოვიგებთ და არა ცალ-ცალკე. წადი შენი, თუ ის ხაფანგშია ვერაფრით დავეხმარებით. ჩემი უფროსი და ნაბიჯვარო. არ მიმატოვლოთ. გენი სად არის? გაიგე რა გითხარი, იდიოტო. პრობლემა გააქვს? მაშინ კაცურად გავარჩიოთ. ან კომანდირთან წადი თუ ლაჩარი ხარ. გაიგონე მშიშარა ქვეშა ფსია ლაჩარო. ყრუ არ ყოფილ ხარ. მოდი და კომანდირს უთხარი. ან ჩემს კათკათა უკანალს აკოცე. ო, ყველაფერი სწორად გითხარი. ხომ გაიგონე? შემდეგ ეგ დებილი ბრაზდება და მისი სახე უნდა გენახა. როცა კბილები ჩავომტრიე. ო, ცედიზეთ 5 კბილი. ღმერთო, 16 თვე ციხეში. აი რა დამიჯდა მისი ეს კბილები. მაშინ რთული დრო იყო. თუმცა სიმართლე რომ თქვათ ეს სასჯელი ამად ღირდა. სასიამოვნო საყურებელი იყო, როგორ აფურთხებდა ეგ ნაბიჯვარი კბილებს ძირს. დიახ, კომანდირო. ამად ღირდა. არა, ღმერთო, არა, ღმერთო, გთხოვ, არა. დამეხმარე, ღმერთო, გთხოვ, დამეხმარე. არა. ჩუმად. ღმერთო, არა. გთხოვ, ცუდად ვიქცეოდი. ვიცი რომ ამისთვის მსჯი. ვიცი რომ ამას ვიმსახურებ. დამეხმარე. გზა მიჩვენე. მითხარი რა გავაკეთო? მითხარი, ღმერთო. კარგი. ჯანდაბაში წასულ ხარ, ღმერთო. შენთვის არასდროს არაფერი მithოვია და ამას არც ახლა გავაკეთე. არაფერს არ გთხოვ. ჩემზე აღარ იღელვო. ამიერიდან არაფერს არ გთხოვ. არასდროს არ გთხოვ. აღარასდროს არაფერს გთხოვ. AMC წარმოგიდგენთ. ენდრიუ ლინკოლნი, ჯონ ბერნთალი, სარა ვეინ კელისი, ლორი ჰოლდენი, ჯეფრი დემანი, სტივენ იენი და ჩენდლერ რიქსი. მოსიარულე მკვდრები. აჯობებს არ ვთქვათ, რომ მერლი იქ დარჩა.
მას მაინც არავინ დაიტირებს. შესაძლოა მხოლოდ დერილი. დერელი? მისი ძმა. ვიღაც მაინც ერთობა. მომეცი. ეს მე ვიპოვე. არა, ჩემია. შვილო, შენს დას ნუ აბრაზებ. თავს თუ არ გააჩერებ, მაშინ აქ დიდხანს მოგიწევ ჯდომა, ასე რომ მშვიდად დაჯექი. ვცდილობ. მაშინ უფრო კარგად უნდა სცადო. თუ გონია რომ ეგ საშინელებაა, მაშინ მოითმინე სანამ წვერის გაპარსვას დაიწყებ. როცა ეგ დღე დადგება, იოცნებებ იმ დროზე, როცა დედა გჭირდათ მას. დავიჯერებ, როცა თავად გამოვცდი. იცი რა? თუ ამ გამოცდას მამაკაცურად გადაიტან, მაშინ ხვალ რაღაცას გასწავლი. გასწავლი როგორ უნდა დაიჭირო ბაყაყები. ერთხელ უკვე დავიჭირე. მე ბაყაყები ვთქვი, მრავლობით რიცხვში. ეს ხელოვნებაა, მეგობარო. მას უფრო სერიოზულად უნდა მიუდგე. რამდენიმე საშუალება არსებობს, რომლის შესახებაც ბევრმა არ იცის. მზად ვარ რამდენიმე გაგიმხილო. არა, მე ხალი ვარ. მაგაზე მასე ლაპარაკე. ამას მხოლოდ ერთხელ გთავაზობ. მეორედ შანსი არ გექნება. ბევრი ბაყაყი რაში გვჭირდება? ოდესმე ბაყაყის ფეხები გიჭამია? ფუ, არა, უგემრიელესია. არა, კარლი მართალია, საზიზღრობა. მაშინ ლობიოს ბოლო ქილასაც შევჭამთ და მე რიან ფეხებზე იოცნებებ. უკვე წარმომიდგენია. შეინ კიდევ არ დამიმატებ? ეჭვი მეპარება. დედას არ უსმინო, მეგობარო. გმირები ვიქნებით, როცა ყოველას ბაყაყის კერმიტის ფეხებს ვაჭმევთ. მირჩევნია მის პიგი შევჭამო. მაპატია შემთხვევით წამომწდა. გმირები შვილო, რომლებიც ლეგენდებში იარსებებენ. შენ და მე, შეინი და კარლი. დეილ, ხედავ რა არის? მითხარი რამე, დეილ? ჯერ ვერ გეტყვით. ისინი არიან? დაბრუნდნენ? დასწყევლოს ღმერთმა. რა არის? მოპარული მანქანა როგორც ხვდები. თუ ღმერთი გწამს გათიშექ სიგნალიზაცია. არ ვიცი როგორ. კაპოტი გახსენი ეს წეული კაპოტი. ახლავე გავაგე. ჩემი და სად არის? როგორ არის? კარგადაა თუ არა? ხო, კარგადაა. დაბრუნდება? კი, შენთან ერთად რატომ არ არის? სადაა? კარგადაა? კი, ყველა კარგადაა. თუ მერლს არ ჩავთვლით. სულ გაგიჟდი? ჩართული სიგნალიზაციით როგორ მოხვედი? მგონი ყველაფერი რიგზეა. სულელივით მოქცევა შენი აზრით კარგია? ხმა მთებიდან ისმოდა, მისი წყაროს პოვნა რთული იქნება. არ გიკამათები, უბრალოდ ვამბობ. შემდეგში შენს აქციას უნდა დაუფიქრდე, გასაგებია? მაპატიეთ. მაგარი მანქანა ვითრიე. გადმოდი დანარჩენები გაიცანი. ემი? ანდრია, ღმერთო ჩემო. საშილა ჩემაშინე. მამა, გამარჯობა. წამოდი საყვარელო. ხომ დაკვირდი რომ დავბრუნდებოდი? მიხარია თქვენი დანახვა. მეგონა დარხეული გქონდათ, მეგობრებო. როგორ გამოახციეთ იქიდან? ახალმა გამოგვიყვანა. ახალმა? ჰო, ეგ არანორმალური ახლახანს ჩამოვიდა. ეი, მფრინავო. მოდი მიესალმე. ისიც შენსავით პოლიციელია.
ღმერთო ჩემო. მამა! მამა! დეზორიენტირებული. ეს შეიძლება უწოდო ჩემს მდგომარეობას. დეზორიენტირებული. შიში, დაბნეულობა. ეს ყველაფერიც იყო, მაგრამ ჩემს მდგომარეობას ეს სიტყვა შეესაბამებოდა. სიტყვებით აღწერა შეუძლებელია. ხანდახან გრძნობებს ამით ვერ ახსნი. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ცხოვრებას მოვწყდი და სხვა რეალობაში აღმოჩნდი. რაღაც დროის მანძილზე მეგონა რომ კომაში ვიყავი და ეს ყველაფერი მესიზმრებოდა. გონს კი ვერასდროს მოვიდოდი. დედამ თქვა რომ მოკვდი. ასე ფიქრის ყველანაირი მიზეზი ჰქონდა. ეჭვიც არ მეპარებოდა. როცა საქმე ცუდად წავიდა, სამავტყოფოში მითხრეს რომ შენ და სხვა პაციენტებს ატლანტაში გადაგიყვანენ. თუმცა ეს არ მოხდა. რა გასაოცარია, ატლანტას ხომ დაიპყრეს? ხო, საავადმყოფოს თუ შევხედავთ, ის უბრალოდ დააცარიელეს. ხო, ასე იყო ყველაფერი. ძლივს გავიყვანა ისინი იქიდან. ვერ აღგიწერ შენი როგორი მადლობელი ვარ, შეინ. უბრალოდ სიტყვებს ვერ ვპოულობ. აი, კვლავ სიტყვები გათავდა. Ei, jet. იქნებ შეშის შეკეთება არ არის საჭირო. ცივა ძმაო. სიცივე წესებს არ ცვლის. არ მეთანხმები? თუ პატარა კოცონს დავანთებთ, შვიდად ვიქნებით, რადგან ვერ გვიპოვიან. ხომ ასია? ვერ გაიგე? ცივა მეთქი. ერთხელ მაინც ნუ ჩაყოფ ცხვირს, სადაც არ გეკითხებიან. მისმინეთ? დარწმუნებული ხარ რომ ამაზე საუბარი გინდა? მიდი დაიწყე. ამოიღე იარაღი. ღმერთო. კეროლ, სოფია, როგორ ხართ? ნორმალურად, კარგად ვართ. კარგია. კოცონისთვის ბოდიშს გიხდი. არა, ბოდიშის მოხდა არ არის საჭირო. ძილინებისა. კარგი? გმადლობ. თანამშრომლობისთვის მადლობას გიხდი. დერელ დიქსონს უკვე ელაპარაკე? არ ამგონია გაუხარდეს ის ამბავი რომ მისი ძმა იქ დატოვეს. მე ვეთყვი, გასაღები მე დამივარდა, ჩემი ბრალია. მილზე მე მივაბი, მეც ვარ დამნაშავე. ბიჭებო, აქ შეჯიბრი კი არ გვაქვს. აუქციონის გამართვა არ მინდა, მაგრამ აჯობებს თუ ამას ვინმე თეთრკანიანი ეტყვის. რაც გავაკეთე. დამალვას არ ვაპირებ. შეგვიძლია ტყუილი ვთქვათ. ან სიმართლე, მერლი დაუმორჩილებელი იყო, რაიმე უნდა გაგვეკეთებინა, თორემ მოკლავდა. შენმა ქმარმა ის გააკეთა, რაც საჭირო იყო. თუ მერლი იქ დარჩა, მაშინ ეს მხოლოდ მერლის ბრალია. გინდა რომ დერელს ასე ვუთხრათ? ეს საუბარი კარგს არაფერს მოიტანს, ასე არ გგონია? აი ჩემი რჩება, როცა ნადირობიდან დაბრუნდება, ყველა ძალიან დაკავებულები ვიქნებით. შემეშინდა და გავიქეცი.
ამის არ მწვენია. ყველას გვეშინოდა და ყველა გავიქეცით, რისი თქმა გინდა? დრომ ეყო იმისთვის, რომ კარი ჯაჭვით ჩამეკეტა. კიბე ფართოა. ერთ მცდელობაზე იქ დაახლოებით 6 საფრთხობელა მაინც შეძრებოდა. ასეთი რაოდენობა კარის გასატეხად საკმარისი არ არის. ჯაჭვი გამძლე იყო, ისევე როგორც ბოქლომი. იმის თქმა მინდა, რომ დიქსონი ჯერ კიდევ ცოცხალია. სახურავზეა დარჩენილი. მილზია მიბმული. და ეს ჩვენი ბრალია. გიპოვე. ხედავ? მიყვარ ხარ მამა? მეც მიყვარ ხარ. ორივე გიპოვეთ. ხო, ვიცოდი რომ გიპოვიდით. თავდაჯერებული განაცხადია. არა, მართლა ვიცოდი. როცა სახლში მივედი, იქ არავინ ყოფილა. იქ არ იყავით. მაპატიეკთ, ხო? ვიცოდი რომ ცოცხლები იყავით. საიდან? ფოტოები არ ყოფილა. ყველა ჩვენი ფოტო წაღებული იყო. ხომ გითხარი? ეს კიდე უფრო მეტად თავდაჯერებული განაცხადია. ეს აქ უნდა იყოს. მართლა მეგონა რომ ვეღარასდროს გნახავდი. ხო, მაპატიე. ყველაფერი. როცა სამწყობოში იყავი, მინდოდა ჩემი ყველა სიტყვა უკან წამეღო. ჩხუბი, სიბრაზე, შეცდომები, რომლებიც ჩვენ დავუშვით. იქნებ კიდევ ერთი შანსი მოგვეცა. ასეთი რამ ხშირად არ ხდება. მე კი ვფიქრობდი სად გაქრა მეთქი. გინდა გაიკეთო? რა თქმა უნდა. არ გაიღვიძებს.
დილა მშვიდობისა. დილა მშვიდობისა. გამარჯობა. გამარჯობა. დილა მშვიდობისა. დილა მშვიდობისა. ტანსაცმელი ცოტა სველია, თუმცა მზეზე სწრაფად გასჭრება. ჩემი ტანსაცმელი გარეცხეთ? რაც შეგვეძლო გავაკეთეთ, სარეცხი დაფა ცუდი არ არის, თუმცა ვერ შეედრება მანქანას, რომელიც სახლში დარჩა. დიდი მადლობა. ამათ შეხედე. ქურდები. მიდით, სულ წაიღეთ. გენერატორისთვის საწვავის თითოეული წვეთი მნიშვნელოვანია. გენერატორის გარეშე კი ელექტროობა არ გვექნება. ბოდიში, გლენ. მინდოდა რამდენიმე დღე მაინც მეკატავა. როგორმე კიდევ მოვტეხავთ ერთ ასეთს. დილა მშვიდობისა, ოფიცერო. გამარჯობა. კარგად გეძინა? იმაზე უკეთ ვიდრე მთელი ეს დრო. შენი გაღვიძება არ მინდოდა. ვიფიქრე, რომ ძილი წაგადგებოდა. რა მოხდა? კაცზე ვფიქრობდი, რომელიც იქ დავტოვეთ. სერიოზულად? წყალი მოვიდა. არ დაგავიწყდეთ, სანამ დალებთ აადუღეთ. მეკითხები თუ გინდა ვიცოდე? გეკითხები. ჩემი აზრით ეს სიგიჟეა, ყველაფრის გაფუჭების ყველაზე სულელური საშუალება. დედა! კარლ? მამა! საყვარელო! დედა! მამა! რიკ, კარლ, ჩემო პატარავ! დედიკო! ჩემთანა, ხომ არ გიკბინე, ეს ყველაფერი კარგადაა? ღმერთო. პირველი ზომბი, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია. თებში ასე მაღლა ჯერ არ ამოსულდან. ესე იგი ყველაფერი შეჭამეს, რაც ქალაქში იყო. ნაბიჯვარი. ეს ჩემი ირემი იყო. შეხედეთ, ყველაფერი შეუჭამია. ამ ბინძუ ავადმყოფ დედანატირებ ნაბიჯვარს. დამშვიდი დიშვირო, ამით საქმეს ვერ დაეხმარები. შენ რა იცი, ბებერო? შენი ქუდიანად დაახვიე აქედან და თეატრში მოხუცების როლი ითამაშე. ამ ირემს კილომეტრების მანძილზე დავდევდი. კარავში წავათრიოთ და ირმის ხორცი მოვამზადოთ. რა სიტყვით? შეგვიძლია ის ნაწილი მოვაჭრათ, რომელსაც ეს მახინჯი ღრნიდა. მე ასე არ გავრისკავდი. მართლაც სამწუხაროა. რამდენიმე კურდღელი დავიჭირე. ეს ცოტა ხნით უნდა გვეყოს. Oh God. Come on. მე მაცადეთ. ტვინში უნდა ჩაარტყათ. საერთოდ არ იცით თუ რა ხდება? მერლ მოათრიე აქ შენი ზარმაცი ტრაკი. კურდღელი მოვიტანე. წვნიანი მოვამზადოთ. დერელ,
მოითმინე, უნდა ვილაპარაკოთ. რაზე? მერლზე. რაღაც მოხდა ატლანტაში. მოკვდა? დარწმუნებულები არ ვართ. კი თუ არა? ამის თქმა მარტივი არ არის, ამიტომ მე ვიტყვი. შენ ვინ ჩემი ფეხები ხარ? რიკ გრაიმსი. რიკ გრაიმს. ჩემთვის რამე გაქვს სათქმელი? შენი ძმა ყველა ჩვენგანისთვის საფრთხეს წარმოადგენდა, ამიტომ ის ხერბორკილებით მივაბი სახურავზე. ჯერ კიდევ იქ არის. ერთი წუთი. მაცადე გადავხარშო. გინდა თქვა რომ ჩემი ძმა ხელბორკილებით მილზე მიაბი და ასე მიატოვე? კი. თხილად დანა აქვს. მორჩა, კარგი. გამიშვი, აჯობებს ასე იყო. ეს ხრიკი უკანონოა, შეგიძლია მიჩივლო. დამშვიდი ძმაო, თორემ შემიძლია ასე მთელი დღე დაგიჭირო. მინდა ყველაფერი ბევრად უფრო მშვიდ გარემოში განვიხილოთ. შენი აზრით გამოგვივა? გამოგვივა მეთქი? ეს საკუთარინებით არ გამიკეთებია. შენს ძმას სხვა ადამიანებთან საერთო ენის გამონახვა ძალიან უჭირს. რიკი დამნაშავე არ არის. გასაღები მე მქონდა. თუმცა დამივარდა. მერე ვერ აიღე? საწვიმარ მილში ჩამივარდა. ვერ ვიტყვი რომ თქვენი მონათხრობით გულზე მომეშვა. იქნება ახლა მოგეშვას. სახურავის კარით აჭვით ჩავკეტე, რათა ზომბები მასთან არ შესულიყვნენ. ბოქლომიც დავადე. ეს რაღაცას ნიშნავს. ჯანდაბაში წასულხართ ყველანი. მითხარით სად არის? რათა მოვიყვანო. გიჩვენებს კიდეც. ხომ ასეა? მასთან ერთად წავალ. ანუ ასე უბრალოდ წახვალ და სხვა ყველას დაივიწყებ? არა, ყველას არა. შენ ვერ დაგივიწყებ შენ და ვერც ლორის. მაშინ უთხარი მას. თავადაც იცის. მისმინე რაღაც ვერ გავიგე რიგ. ასე რომ ამიხსენი თუ არ შეწუხდები. მითხარი რატომ გისკავს სიცოცხლეს, ისეთი ნაბიჯვარის გამო, როგორიც მერლ დიქსონია. ეი, გამოთქმები შეარჩიე, სწორად შევარჩიე. მერლ დიქსონი ნაბიჯვარია. ის ჭიქა წყალსაც კი არ მოგაწვდის. მაშინაც კი, წყურვილით რომ მკვდებოდე. მომცემს თუ არა ფეხებზე მკიდია, ვერ დაუშვებ რომ ის მოკდეს წყურვილით. წყურვილით და სიცხით. იქ დავტოვეთ გამოკეტილი, არავის უსურვებ ასეთ სიკვდილს, მით უმეტეს ადამიანს. შენ და დერელი ერთად წახვალთ? ეს არის შენი გეგმა? კარგი რა. გზა კარგად იცი, ადრეც ყოფილხარ, ერთი ფეხი აქ, მეორე იქ, თავად არ თქვი? ვიცი რომ ამის თხოვნა უსამართლობაა, მაგრამ ბევრად მარტივი იქნება თუ ჩვენთან ერთად წამოხვალ. ისიც უფრო მშვიდად იქნება. შესანიშნავია. ახლა 3 კაცი თუ რისკავთ? 4-ით. სიტუაცია სულ უფრო და უფრო უკეთესობისკენ მიდის, არა? ხედავ სხვა ვინმეს, ვისაც შენი ძმის უკანალის გადარჩენა უნდა. რატომ შენ? მაინც ვერ მიხვდები. ჩემს ენაზე ვერ ლაპარაკობ. უკვე 4 არიან. არა, არ არიან. ახლა ყველა ჩვენგანი სიცოცხლეს საფრთხეში აგდებ. უბრალოდ იცოდე ეს რიგ. კარგი რა ხომ დაინახე ის ზომბი. აქ იყო ბანაკში. ქალაქიდან გამოდიან და თუ აქ მოვლენ, ხალხი დამჭირდება თავის დასაცავად. აქ მჭირდებით. მგონი აქ კიდევ უფრო მეტი იარაღია საჭირო. მართალია. იარაღი. რა იარაღი? 6 საფანტი თოფი, 2 შაშხანა და 10-ზე მეტი პისტოლეტი. განყოფილების იარაღის ოთახი გავწმინდე, სანამ წამოვიდოდი. როცა ატლანტაში დამესხნენ თავს, ტომარა დამივარდა. იქ გდია ქუჩაში. მხოლოდ აღება უნდა. ტყვიები? 700 ცალი, სხვადასხვა. You went through hell to find us. You just got here and you're going to turn around and leave?
მამა, არ მინდა რომ წახვიდე. დაივიწყე იარაღი, შეინი მართალია, მელ დიქსონი? ის არც ერთ თქვენგანი სიცოცხლეს არ იმსახურებს, მაშინაც კი თუ იარაღი ბონუსად მოგვეცემა. ამიხსენი და მარწმუნე. ვალში ვარ იმ კაცთან, ვინც დამხვდა და მის შვილთან. ლორი, ჩემთვის რომ არ ემკურნალად მოვკვდებოდი. მხოლოდ მათი წყალობით მოვახერხე შენამდე მოსვლა. მითხრეს რომ ისინიც ატლანტაში აპირებდნენ წამოსვლას. იმავე მახეში ამოყოფენ თავს, რომელშიც მე გავები, თუ არ გავაფრთხილებ. მერე რაცია იმ ტომარაში დარჩა, რომელიც დამივარდა. ისეთივე აქვს მასაც. დამპირდნენ რომ დამიკავშირდებოდნენ, როცა ქალაქს მოუახლოვდებოდნენ. ჩვენი დანაყოფის რაცია? ხო, კავშირისთვის CB დიაპაზონს რატომ არ იყენებ? CB-ს გამოყენება შეიძლება, თუმცა ჩვენი რაციები არ ვარგა. 70-იან წლებშია დამზადებული და მხოლოდ საკუთარ ტალღაზე იჭერენ. ჩვენს მანქანებზეც კი არ მოქმედებენ. ის ჩანთა მჭირდება. კარგი? ამბობენ რომ აქ სახრახნისები გაქვთ. შეიძლება. როცა სახურავზე ავალთ, ჯაჭვის და ხელბორკილების გადაჭრა მოგვიწევს. არ მიყვარს, როცა ჩემს ინსტრუმენტებს გავცემ უკანასკნელად. ხო, სწორედ შენზე ვამბობ. ასე ვთქვათ, იარაღის ტომარა არ არის ერთადერთი ტომარა, რომელიც დაიკარგა. ჩემი ინსტრუმენტებიც იქ დარჩა, სადაც მერლია. მოვიტან ჩემს ინსტრუმენტებს. ჩათვალე რომ სახრახნის უკეთესი მომავლისთვის გამოვიყენებთ. ეს რულეტკას უფრო ჰგავს. და სანაცვლოდ რას მივიღებ? რა გინდა? რა სიტყვი ერთ-ერთი არახზე, რომელსაც ჩამოიტანთ? თავად ავარჩევ. მოვილაპარაკეთ. დეილ, მინდა რაღაც დავამატო. შენი ფურგონი. რა სჭირს მას? რადიატორის მილია გაწყვეტილი. თუ სადმე შორს წასვლა მოგვიწევს, ეს პრობლემა იქნება. იმ ფურგონის მილი შენსაც გამოადგება. უფრო სწორედ მე შევათავსებ. აი რას გეტყვი. როცა დავბრუნდებით, შეგიძლია მთელი ფურგონი ნაწილებად დაშალო. გაინძერით. გმადლობ. ეი, რიკ. რევოლვერის ტყვიები დაგრჩა? არა. სასაკლაოზე ბოლო ვიზიტის შემდეგ შენი რამდენიმე ტყვია შემოვინახე. შენ ჩანთაში რამის პოვნა შეუძლებელია. არ მომწონს რომ ამას დათანხმდი ძმაო. ჩემი აზრით, ეს სულელური და დაუფიქრებელი გადაწყვეტილებაა. თუმცა, რადგან წასვლა გადაწყვიტე, ტყვიები დაგჭირდება. არა მგონია რაც დამემართა იმის მერე ქალაქში სროლა მომინდეს. ეგ თავად გადაწყვიტე. ოთხი კაცი, 4 ტყვია. რამხელაა შანსი? მოდი უბრალოდ ჩავთვალოთ, რომ 4 შენი იღბლიანი რიცხვია. კარგი? გმადლობ. იცი, ვფიქრობ ყველაფერი კარგად იქნება. არ ვნერვიულობ. შენ? ხო, ოდნავ. არ ინერვიულო. რატომ? თავად დაფიქრდიდე? იმდენი რამ გადაიტანა. და არაფერს მოუკლია.
აჯობებს ის კარგად იყოს, თორემ დედას გიტირებ. ხომ გითხარი რომ ზომბები იქ ვერ შევიდოდნენ? იმ კარში მხოლოდ ჩვენ გავივლით. აქედან ფეხით უნდა წავიდეთ. Dale? You seen Carl? შეინთან ერთად წავიდა სანადიროდ. რაღაცეებს ამბობდნენ გმირობაზე და ბაყაყებზე. ვერაფერს ვერ ვიჭერ. ო, გაიძვერები არიან და ფსკერზე ზიან. საძაგლებმა იციან რაც მოელით. მოგვიწევს ძველებურად გავაკეთოთ. ესეც ასე, მისმინე. ამ საქმეში ყველაფერი შენზეა დამოკიდებული. მე ერთს გავეკიდები და დანარჩენებს შევაშინებ. შემდეგ კი მათ შენსკენ გამოუშვებ. მიხვდი? კარგი. მაგრამ ყურადღებით იყავი. თითოეულმა დაიჭირო, კარგი? კი. მიდი საშიში სახე მიიღე. არის სერ, მზად ხარ? კი. მაშინ დავიწყოთ. უყურე, შენსკენ მოდიან. დაიჭირე. მიდი დაიჭირე ბაღები. დაიჭირე. მეჩვენება თუ საქმეები უცნაურად გადაინაწილეს? მიდი დაიჭირე. აბარაკენი. დაიჭირე რამე? ჭუჭყი. ჯანდაბა. მაშინ თავიდან დავიწყოთ. ამიხსენ თუ შეიძლება რატომ გვერგო ქალებს კონკიას როლები? სამყაროს აღსასრულია არიცი? ასე გამოვიდა. ჯერ მერლი თუ იარაღი. მერლი, ეს განხილვასაც არ ექვემდებარება. ექვემდებარება. აქაურობაში შენ ერკვევი ასე რომ შენ გადაწყვიტე. მერლი უფრო ახლოსაა. იარაღით აქ დაბრუნება მოგვიწევს, ამიტომ ჯერ მერლი. სარეცხის მანქანა მენატრება. მე კი ჩემი ბენსი სატელიტური ნავიგაციით. მე ჩემი ყავის მადუღარა, სადაც ორი ჭიქა იდებოდა. კომპიუტერი, მესიჯობა. მე ჩემი ვიბრატორი მენატრება. ღმერთო. მეც. რა არის სასაცილო? უბრალოდ ომის ისტორიებს ყვებოდით. რამე პრობლემა გაქვს? შენ არ გეხება. ხუმრობების მოყოლას აჯობებს იმუშაოთ. კომედიის საღამო კი არ არის. ეი, კალ, არ გახსოვს რომ გითხარი დეილთან იყავი მეთქი? შეინმა თქვა რომ ბაყაყები უნდა დაგვეჭირა, არ გახსოვს? თავარი ის არის, რას ვამბობ მე და არა შეინი. ბანაკში დაბრუნდი, მალე მოვალ. მინდა გითხრა რომ მამაში ბიჭის ჩარევა საჭირო არ არის. ნუ რაფერს მიბრძანებ, ამის უფლება აღარ გაქვს. ლორი, შეგიძლია ერთი წუთი მოიცადო? არა, აჯოეს ბაყაყებს მოუყვე. არ ვიცი რა გონია ან რას ფიქრობ, მაგრამ რა მგონია, მაპატიე? რამე გაუგებარია? მოდი ახლავე აგიხსნი. ჩემგან და ჩემი შვილისგან თავის შორს დაიჭირე. მას არც უყურო, არც დაელაპარაკო. ამ წუთიდან ჩემი ოჯახი შენთვის ხელშეუხებელია. ლორი, ასე არ შეიძლება. შეინ, მოკეტე. არ გაბედო, ჩემი ქმარი დაბრუნდა. ის ცოცხალია. ჩემი საუკეთესო მეგობარია. გონია ეს არ გამიხარდა? როგორ შეგიძლია საერთოდ როგორ ბედავს? სწორედ შენ დამარწმუნე იმაში, რომ ჩემი ქმარი დაიღუპა. ნაბიჯვარო.
ჯანდაბა. აი მესმის სიმახინჯე. დაი რას გეტყვი, თუ არ მოგწონ შენი ნივთების სისუფთავე, მაშინ მიდი და თავად გარეცხე. გამომართვი. ეს ჩემი სამუშაო არ არის. ანდრეი, არ გინდა. აბა შენ რა გევალება ეთ? საჯდომის დასვენება და სიგარეტის მოწევა? ყოველ შემთხვევაში იდიოტ მოლაყბე ზუკნას არ უნდა უსმენდე. მორჩა, წავიდეთ. არა მგონია შენთან წამოსვლა უნდოდეს. ეს ჩემი საქმე არ არის, წავიდეთ. ქეროლ, ანდრეი აქ თხოვ, საშიში არაფერია. ეი, არი ფიქრე რომ თიცად დაგაკარებ, მხოლოდ იმიტომ რომ ხალი ხარ, რომელიც ელიტურ უნივერსიტეტში სწავლობდა. გასაგებია? ან წამოდი, ან მოგვიანებით ინანებ. საბოლოო ჯამში კი სულ დალურჯებული იქნება, არა ეთ? ყველამ დავინახეთ. ამაში არ ჩაერიო. წამოდი. იცით რა, ცხვირს ნუყობთ. აჯობებს ცხოვრიდან არ გამომიყვანოთ. გასაგებია? უკვე ყველაფერი ვთქვი, წავიდეთ. არა, ქეროლ, არ წაყვე. თორს დაუწიე. აქ მე ვბრძანებლობ. ყველაფერი რიგზია. შეინ, გაჩერდი, გთხოვ, საკმარისია, გაჩერდი, გეყოფა. აბა გაბედე და ცოლს ან შვილს ან ბანაკის რომელიმე წევრს კიდევ ერთხელ დააკარეთ ჰითი. შემდეგ აღარ გავჩერდები. გაიგე მეთქი? იცოდე, დედას გიდირებ. ღმერთო ჩემო, არა. მაპატიე. ღმერთო. მაპატიე. 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 მერლ. არა. მესამე სერიის დასასრული გახმოვანებულია მუნდო სტუდიოს მიერ.